გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ, მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმიანება. რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგია დანიშნული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც ჩართვას ორივე უწყებიდან ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება. სუსმა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია 2 კილოგრამი და 400 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იგეგმებოდა ტერორისტული აქტის მომზადება საქართველოში, თუ ხდებოდა ქვეყნის სატრანზიტო მიზნით გამოყენება. მოცხორი მოქალაქეები იქნენ დაკავებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით, საკმაოდ დიდი აფეთქების გამოწვევა შეიძლება და ამ ნივთიერების გამოყენებით დანარჩენზე, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა ისაუბროს, უწყებებმა უნდა ისაუბრონ. მთავარი ჩვენთვის ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესძლო დანაშაული. ეს არის თავარი ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის. დანარჩენი დეტალები უნდა გაირკვეს ბუნებრივია გამოძიების მსვლელობისას. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. სუსის ცნობით მან სახელმწიფოს 1.300.000 ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება საქმეზე, ამას მეგინ არსავიძე გვეტყვის. ხელისუფლება გუნდში საუბრობენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, რაც მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტია. ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ბრალდების სიმძიმეზე. აქცენტს აკეთებენ იმ პერიოდზე, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა და იმ დროს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მოხვდეს ევროპის საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირით. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა გქონდეს იმის წარმოდგენა, რომ რაღაც თანამდებობა იქნება მისთვის გარკვეული ინდულგენცია, თუ კი ის განიზრახავს კორუფციაში გარევას და კორუფციული შესაბამისი დანაშაულის ჩადენას. ძალიან აქტიურად ხდება აი ამ დანაშაულთან დაპირისპირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ახალი ხელმძღვანელობის პირობებში. ეს არის ყველასთვის აბსოლუტურად სიგნალი, რომ არავინ თავისი თანამდებობა არ უნდა გამოიყენოს იმისათვის, რასაც ქვია საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა, არამედ ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ საზოგადოების წინაშე და ისინი კეთილსინდისიერად უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ საზოგადოებას შესაბამისი თანამდებობებთან. ბუნებრივია არის სამწუხარო, როდესაც ყოფილ მინისტრს აკავებენ, მით უმეტეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებაზე, მაგრამ ფაქტი არის სახელზე, მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა საგარეო გამოწვევებს ებრძოდა და იყო მნიშვნელოვანი საკითხები, უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ამასობაში თურმე ყოფილი თავდაცვის მინისტრი აქ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე, სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობდა ამ ყველაფრის განხორციელებას და აგერ სახელზეა ის ბრალდება, რომელიც პროკურატურამ მას წაუყენა. ჩვენი გეგმა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ევროპის ქვეყნებს შორის სამეულში შესვლა, როგორც წარმატებული ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლას. ამიტომ ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, თუ კი მას ხელი წაუწდება, თუ კი ის ჩაიდენს დანაშაულს და ეს დანაშაული მით უმეტეს იქნება ესეთი მძიმე, ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულის შამდენ პირს მოუწევს პასუხისმგებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება მინისტრი, ყოფილი თუ უბრალოდ რომელიმე უწყების თანამშრომელი. თავდაცვის ყოფილ მინისტრს უფლებამოსილების გადამეტებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყოფილი მოადგილის და ახლო ნათესაობის დახმარებით შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი რეალურ ფასზე ძვირად შეიძინა. შედეგად უწყებას 1.300.000 ლარზე მეტის ზარალი მიადგა. სუსის ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის დასამალად და შესანიღბად ბურჭულაძემ ყალბი ფინანსური ოპერაციები განახორციელა.
მადლობა მეგინ არსავიძეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ამბიციური მიზანია კორუფციის სიმცირით ევროპის სამეულში მოხვდეს, აქედან გამომდინარე, მთავრობა კორუფციის მიმართ ლოიალური ვერ იქნება. თვითონ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გავახმოვანე, მათ შორის, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარის საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს. ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სისტემა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა იმაზე, რომ წლის ჭრილში 700 მილიონი ლარი დაისოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში. და მეორე წარსულში რაც მოხდა, დანაშაულები ამის გამოვლენაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა იქონიოს პრევენციული ეფექტი. ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება ლევან ხაბეიშვილსაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. დღესვე წარუდგენენ ბრალს მურთაზ ზოდელავასაც. უფრო მეც საქმეზე სოფო ბერიძისგან გავიგებთ, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უკვე იმყოფება ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, როგორც იცით, სუსის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება, მას შემდეგ რაც მასთან ადვოკატის შევა, სავარაუდოდ მოხდება ბრალის წარდგენა. ამის შემდეგ კი ხაბეიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. პოლიტიკოსების მსგავსად უფლებადამცველიც კი ცდილობს ამტკიცოს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, მაშინ როდესაც ქართული კანონმდებლობით ქრთამის შეთავაზება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ლევან ხაბეიშვილი კი ბოლო პერიოდში არაერთხელ განგრძობითად აკეთებდა განცხადებებს და პირდებოდა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ჯილდოებს იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი არ შეასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, გათქვამდნენ სახელმწიფო საიდუმლოს, არ მიიღებდნენ მაგალითად წვრთნებში მონაწილეობას. ეს ბრალი არ არსებობს, რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, რაც არ უნდა გადღაპნონ, არ არსებობს ბრალი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული მუხლი პრეამბულა დისპოზიციით ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მოხდა. მართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა პატივი არ უნდა სცენ კანონებს. ქართული ოცნება დამატებით საუბრობს იმის თაობაზე, რომ დიდი ხანია ლევან ხაბეიშვილის შავი ფულის პროექტია. დამატებით ისინი ამბობენ იმასაც, რომ ლევან ხაბეიშვილის ბოლო პერიოდის ისტერიული განცხადებები და ქცევა მათთვის ადასტურებს იმას, რომ სავარაუდოდ ხაბეიშვილსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ მისი განცხადებები რეალურად კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. კიდევ ერთი მართლ პარტიის წევრებს დამატებით კითხვის ნიშნებს უჩენს მის მობილურთან დაკავშირებული ეპიზოდი, როდესაც როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, დაკავების მომენტში ხაბეიშვილმა მობილური ტელეფონი მასთან ერთად მყოფ მურთაზ ზოდელავას გადასცა, რომელიც ამ ტელეფონით გაქცევას შეეცადა. რა დროსაც ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით მურთაზ ზოდელავამ წინააღმდეგობა გაუწია სუსის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანზე იძალა და კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და თავის ტაკი მასხარაობაში ცდილობდა, რომ შემოეპარებინა რევოლუციური სცენარები, მოწოდებები, მათ შორის საჯაროდ მოუწოდებდა მოხელეებს, რომ საკუთარი უფლებამოვალეობის შეუსრულებლობისკენ, ამავდროულად სახელმწიფო ინფორმაციის გასაჯაროებისკენ და ღალატისკენ, სახელმწიფო ღალატისკენ და ამაში სთავაზობდა ქრთამს. ის რისთვისაც ლევან ხაბეიშვილი არის დაკავებული, იგივე ანიტა ხაბეიშვილი ამ ყველაფერს საზოგადოება საჯაროდ უყურებდა, რა განცხადებებთან მიმართებაში არის ეს ყველაფერი და რაც თავარია, მისი საგულდაგულო მცდელობა, ტელეფონი გადაემალა, ალბათ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ასე ვთქვათ, იტევს ეს ყველაფერი. ლევან ხაბეიშვილი არის ერთგვარი პირმშოდა პროდუქტი იმისა, რასაც ქვია შავი ფული, რასაც ქვია მათ შორის თუნდაც გარკვეული კორუფციული გარიგებები თუ სქემები. ამის გათვალისწინებით, როდესაც ის ცდილობდა შეექმნა ფონი თითქოს და რაღაც სერიოზულისთვის ემზადებოდა თუ ამზადებდა თავის მხარდაჭერებს, თავისთავად წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან მიმართებით, თუ რას ემსახურებოდა იმ მომენტში ტელეფონი
ტელეფონის გადამალვა და ხომ არ იყო ეს დაკავშირებული იმასთან, რომ დაუშვათ ვიდრე შესაბამისი საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა მათ შორის თუნდაც ტელეფონთან მიმართებით და იქნებოდა ამოღებული ეს ტელეფონი, იქამდე დაუშვათ ამ ტელეფონიდან გამქრალიყო რაღაც თუნდაც კონკრეტული ინფორმაცია. სუსმა ლევან ხაბეიშვილი გუშინ დღის 16 საათისთვის ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავა. მასთან ერთად დაკავებული გახლავთ მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა, ზოდელავა კი ამ ტელეფონით გაქცევა შეეცადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ამ დროს ზოდელავამ წინააღმდეგობა გაუწია სუსის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანზე იძალა და რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ის ბოლო დროინდელ განცხადებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რა დროსაც ხაბეიშვილი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ჯილდოებს პირდებოდა. ორივე მათგანი სუსის წინასწარი დაკავების იზოლატორში გახლავთ და ბრალის წარდგენას ელოდებიან. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვრთავთ უწყებას. მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი. მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. ნარკოდანაშაულები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, MDMA, მარიხუანა და სხვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიზანია ნარკოტიკების მავნე ზეგავლენისგან დავისვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. აქვე მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 8-9 სექტემბერს ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული 3 პირის შესახებ. სამწუხაროდ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება დაპატიმრებიდან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ბრიფინგი იწყება ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში არსებული ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში ფლობდა პურის ქარხანას, სადაც წარმოებული პურ პროდუქტებით მარაგდებოდა რეგიონის მოსახლეობა. ასევე დადგენილია, რომ პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ავტოგაზგასამართის სადგური და ყოველდღიურად ახდენდა ათეულობით ავტომობილის გაზით გამართვას. დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებისა და შესაბამისი კომერციული საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისაგან თავის არიდების მიზნით ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განახორციელა შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის კუთვნილი გაზის 2 მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთება. რა გზითაც 2024-2025 წლებში ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4.347.000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით. მოგახსენებთ, რომ ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ფარულად დაუფლებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-მხილების მიზნით, ასევე ბრალდებულის მიერ დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი ტრაგედია ზიზღის და სიძულვილის მთესველი იდეოლოგები. ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოებამ სოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს. გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრალებად. ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოში გააჩინა. ყოველდღიურად ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვლევავები, ისევე როგორც საუკუნის წინანდელი ბოლშევიზმი, მისი იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც ჩვენში გარედან ჩანერგილი, თავისმოხმეული იდეოლოგია და პრაქტიკაა. მათ ქსელურ მოქმედებას ყოველდღიურად ვხედავთ. ზიზღის გავრცელების ქსელში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. პარტიული თუ NGO მედია 1000 ბორცვის რადიოს მეთოდებით ფაშისტური იდეოლოგიური სპიკერების ტირაჟირებით და ოპონენტების მიმართ სიძულვილის გააღვივებითაა დაკავებული. სოციალურ ქსელში დასაქმებული იდეოლოგები თავის დროზე თავადაც რეკრუტირებულნი ახლა თავის მიმდევრებს ეძებენ. ზოგიერთი დონორი ექსტრემიზმს, სამოქალაქო აქტივიზმს ეძახის და უხვად აფინანსებს, ხოლო ზოგიერთი გეოპოლიტიკურად დაინტერესებული უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი წახალისებით, სიტყვით თუ მხარდაჭერით სრულ კარტ ბლანშს აძლევს. ასე იქმნება სიძულვილის გარემო, რომელიც სწამლავს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენსს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს. ჩვენს ისტორიაში არაერთი შუღლი და შიდა დაპირისპირება გადაგვიტანია. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის გამოცდილება იმის ცოდნა, რომ ბოროტება არ იკურნება ზიზღით, სიძულვილით, გილიოტინით და მოკვეთით, იკურნება სიკეთით და სიყვარულით. ეს არის ჩვენი კულტურის ფესვი, რომელსაც უცხო თავისმოხვეული მეთოდებით ვერ აღმოფხვრიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის არიან იორდანიის, ინდოეთის, ნეპალის და ბანგლადეშის მოქალაქეები. ისინი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უწყების სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის ბაზაზე, ასევე ცხრაწყაროსა და ტაბაწყურის საგუშაგოებზე იმყოფებოდა. შალოთა დუდამაძემ ბაზის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური აღჭურვილობა, საცხოვრებელი კოტეჯები, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერა, ადგილზე გაიცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკასაც. განათლების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში 3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა. გივი მიქანაძე მუხრანის, ფასანაურის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც განახლებულ სასწავლო სივრცეებს გაეცნო და პედაგოგებს, სკოლის თანამშრომლებს და მშობლებს შეხვდა. ჩვენ მივყვებით
იმ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს განათლების მეტხელმისაწვდომობას და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისთვის და იმ პროცესების განვითარებისთვის, რაც განათლების სისტემის რეფორმასთან არის პირდაპირ კავშირში. ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა და მასწავლებლებისთვის ყოველ მხრივ მოწყობილია კლასები ინტერნეტით. ყველა აბსოლუტურად მთელი მოსახლეობა არის გახარებულები არიან. მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდება. Georgian Water and Power-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამონაწილებელი ქსელები. პროექტის ჯამური ინვესტიცია 400,000 ლარამდეა. GVP სამუშაოებს ოქტომბერში დაასრულებს. პროექტის ფარგლებში სრულად განახდება მოძველებული ინფრასტრუქტურა. ქსელზე დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტი და 7 ჩამკეტ მარეგულირებელი ურდული. ქალაქ მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტი ივლისის თვეში დაიწყო და დასრულდება ოქტომბერში. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 400,000 ლარამდეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საექსკავაციო სამუშაოების პარალელურად მილის მოწყობის სამუშაოები. ქრონიკა 11-ზე დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით ზუსტად 14 საათზე. დროებით.